კავკასიის ეკონომიკურმა და სოციალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა და PMC კვლევითმა ცენტრმა სასტუმრო რადისონში ქალაქ თბილისში სკოლამდელი დაწესებულებების სარეზერვო ფონდის მონიტორინგის და ნარჩენების მართვისა და დასუფთავების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. არასამთავრობოებმა შეხვედრაზე კვლევის ნაკლოვანებებზე და დადებით ასპექტებზე იმსჯელეს და შემაჯამებელი დასკვნები წარმოადგინეს. საბავშვო ბაღებთან მიმართებაში არის მთელი რიგი ნაკლოვანებები, ისევე როგორც დადებითი ასპექტები, მაგალითად მე გამოვხობდი ნაკლოვან ფარებში იმას, რომ ტარიფი, რომელიც არის დადგენილი თბილისის მერის მიერ და სადაც დაფინანსებით მშობლებით იღებენ მონაწილეობას, ამა თუ იმ ბაღში, თბილისის სხვა რაიონში, ტარიფი, რომელიც დიფერენცირებულია 11 საფეხურად, სკოლის დირექტორებს აქვს სუბიექტურად, ბაღის დირექტორებს სუბიექტურად უფლება, რომ დაადგინონ ესა თუ დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც პრობლემის წინაშე დგას სწორედ იმიტომ, რომ ნაკლები იყო ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად, უпроსტად არასაჯარო ვითარებაში ჩატარდა, განაპირობა ის, რომ დღეს სახელმწიფო ვერტიკალი დგას უშუალოდ მხოლოდ და მხოლოდ პრობლემის წინაშე, მაშინ როდესაც პასუხისმგებლობა შეიძლება გადანაწილებული იყო.